გული მწყდება, რომ რატო არ იყო ბერნაკ ფაითინგი მაშინ საერთოდ შექმნილი და პოპულარული აი სიამოვნებით ვიჩხუბებდი ორივეგანი მაშის და მოშტიკლუშიც მეგობრებო ვინც არიცით აი ბოლო ივენტზე მე თვითონ ვიყავ კომენტატორი და სასიამოვნოდ გავგნებული დავჭი იმ ფაქტით რომ რეალურად საჯების გადაწყვეტილებით ერთი ბრძოლა დასრულდა. ერთი ივენთი რო ჩატარდეს 95 ადამიანი უნდა მყავდეს ჩართული. თვის ჭრილში 95 ადამიანი იყო ჩართული და ჯიგარი ხარ მიდი გააკეთე მასე არ ხდება. აქ არსებობს სერიალები რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და იკეტება. როგორ ხო აი რომ აკეტილებია. მოდი გამაზე ვისაუბროთ. ჩვენ როცა თანამშრომლები ვიყავით ჩვენ მაშინ იწყებდი და მახსოვს ამ ორგანიზაციის შექმნის საფუძვლები როგორი რთული იყო შენთვის და რამდენი თუმცა ეს სახელი რომელიც შენ მოიფიქრე ხო ძალიან ბევრს ნიშნავდა რომ ესეთი კაი სახელი ჰქონდა მოფიქრებული და ეგ მომენტარულად ბრენდინგი ვინ გაიკეთათ ცნობილი ლოგო ვინც დაგიხარ ბოხუამ ხო გია ბოხუ არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში რა ქვია იმას დიზაინერი რომელიც მაკეტებს ხოლმე კომპანიის არაერთ რაღაც ვიზუალებს და დაიწყეთ და ნუ ძალიან ბევრი რაღაც გამოიარეთ ხო პირველი ივენთებიდან ეხლა რო გავიხსენოთ და პირველი მეორე გამა რო ვნახოთ და ეხლა რო შევხედოთ ორი სხვადასხვა ორგანიზაცია ვთქვათ აი ხა სად არის გამა აი ხა რო გადახედო გვერდზე რო გამოხვიდე და აი ამ რუქას ტაიმლაინს რო შეხედო აი სად ხარ და ის მიზანი რაც გქონდათ რამდენად ჩორს არის ან ახლოს ნოსტალგიაში წავედი ხშირად ვფიქრობ გამაზე რა თქმა უნდა მაგრამ აი ის პერიოდი რა არის ზოგადად აი ერთი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი თუ რა ამ სამყაროსთან მე უკვე სხვა კუთხით დავდექი და სხვა კუთხით ვიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას ერთი მომენტი ის არის რომ ნუ ალბათ ყველგან მასე ხარ არ ვთქვი ქართველებში ასე არა ნუ ზოგადად ადამიანის ბუნებაში ალბათ ესე რომ რაღაც ახალი რო გამოჩნდება აი ესეთი რომელიც ადრენალინს განიჭებს უცხოა თვალში ხო ეს ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევს და ასე ფართო მასშტაბური ხდება თუ რა თქმა უნდა რაღაც გულს შადებ და მოინდომებ და რაღაც ხარისხზე ხარ ორიენტირებული და ის სამუშაო რაც ჩვენ გავწიეთ ამას ყველაფერს შეუწყო ხელი მე რო გადის წლები ეს ადრე პირობითად იმას ვიტყვი რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაშია რთულ პერიოდშია გამა აი საკმაოდ რთულ პერიოდშია და მევალ მაგამდე რატო ის ადრე მაგალითად რო იყო რა რაღაც გამოტარდებოდა რაღაც გამაზე მიდიხარ რაღაც გუშინ გამას უყურე ბუნებრივი პროცესია ეს ყველაფერი დღეს მასე აღარ არის მოლოდინია ხო დღეს ხო კი გამატარდება აბა არ ტარდება ხო გამატარდება ხო და ეს ძალიან მაგარია ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს რა თქმა უნდა რომ სტაბილურად მივდივართ და ხალხისთვის უკვე ის მოლოდინი რო აი გამა ყოველთვე ტარდება ეს უკვე ამართლებს თავის თავს და ეგ ძალიან მაგარია მაგრამ ეს იწვევს სხვა სირთულეს ანუ არ უნდა იყოს ისეთ ჭაობში არ უნდა გაჩერდე მოკლედ და ნებისმიერი აი მსგავსი წამოწყება იქნება თუ ორგანიზაცია იქნება, არ ვიცი, ბიზნესი რო თქვა, რომელიც არ ვითარდებოდა წინ არ მიდის ის უკვე ჭაობშია. რეალურად გამა დღესდღეობით ვერ ვიტყვი რომ ჭაობშია და მაგრამ აი ძალიან რთული პერიოდი აქვს. ზუსტად ის პერიოდია რომ აი ყველასთვის უკვე ოკეია გამა რა. გამა ტარდება. არაფერი რაღაც სიახლე მაგაში აღარ არის. და თან ამასთან ერთად რეალურად უკვე მებრძოლები კი გაიწაფნენ ის მებრძოლები ვინც ადრე ჩხუბობდნენ რა ბრძოლებიც ადრე იყო და ეხლა რა ბრძოლებიც არის რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ერთი იმით რომ ბიჭებმა ისწავლეს და გაითავისეს რომ ბრძოლებისთვის უნდა მოემზადონ და ისე არ ხდება რა რომ შემოიარო იჩხუბოდა წავალ ხა ხვალ და გამოში ვიჩხუბებ ძმა ასე აღარ ხდება.
მაგრამ დღესდღეობით იმ სირთულესთან ვდგავართ, რომ ის ეტაპები, აი განვითარების ეტაპები რაც ხდებოდა, ეხლა უკვე არის ნაბიჯი კი არ არის გადასადგმელი. არამედ ნახტომია გასაკეთებელი. რეალურად მე შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ვინმეს გაგონილი მაინც არ კონდეს გამაში საქართველოში. კი ბატონო. ნუ გაგონილი მაინც აქვს სადღაც რაღაცა და თუ სახელი არ ახსოვს, სადღაც ნანახი მაინც აქვს ეს ბრძოლები. აი მე არ მეგულება ეგეთი ხალხი. ამიტომ დღეს უკვე გვავართ იმის წინაშე, რომ აი გლობალზე არის ორგანიზაცია გასასვლელი და საერთაშორისო ბაზარზე უნდა შეძლოს ორგანიზაციამ გასვლა. ეს არის ალბათ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რაც გამას ისტორიაში საერთოდ ყოფილა რა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მარტო ხა ჩვენს სურვილზე და ჩვენს მონტონებაზე არა, გემოვნებაზე არა. ხო, გემოვნებაზე არა, ხა, ნუ მათ შორის ფინანსებზეა და ფინანსებთან ერთად, კაი, ანუ ფინანსებზე ხო არის ბუნებრივია, რომ უცხოელები ჩამოიყვანა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ისეთი უცხოელი ჩამოიყვანოთ, რომ პროსტო უცხოელი. პორტუგალიაში ნამყოფი DJ. უბრალოდ სახელი და გვარი რო იყოს, ხო, უბრალოდ სახელი და გვარი რო იყოს, მაგის მომხრე არ ვარ. ანუ ამ ნახტომში მონაწილეობა მარტო ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ამ ნახტომში მონაწილეობა აბსოლუტურად ყველამ უნდა მიიღოს, ვინც უშუალოდ გამაშია და ვისაც გამასთან რამე შეხება აქვს და ვინც გულშემატკივრობს მათ შორის. იმიტომ რომ მებრძოლს რო ჩამოიყვან, მაღალი დონის მებრძოლს, აი მაღალი დონის მოკრივე ამ მუშტიკების მებრძოლს ჩამოიყვან. შენ უნდა დაახვედრო მაგარი მაღალი ბრძოლის მებრძოლი და ერთი კი არა, კატეგორიაში რამდენიმე უნდა დაახვედრო. იმიტომ რომ ის წარმოუდგენელია ხო ერთი ჩამოიყვანა, კაი ვთქვათ ერთი დაახვედრე მაღალი ბრძოლის დონის მებრძოლი, ჩაატარეს ბრძოლა მერე. ამ ისტორიას გაგრძელება რა ექნება. ანუ თვითონ ეს აუზი უნდა იყოს მზად. რა თქმა უნდა, აი ეს სივრცე უნდა შეიქმნას ამისთვის და ეს საკმაოდ რთული პროცესია. და მაგითო ვთქვი, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში და პირველ რიგში ორგანიზატორებმა უნდა შეეძლოთ მებრძოლების ჩამოყვანა, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუმცა აზრი ხო იცი როგორი აზრია ზოგადად ხალხში, რომ გამა პაჭკა ფულებს უნავს. ეგ სტანდარტულად. ხო, და მე მით ლამბორჯინით დავდივარ, არა მეგობრებო, Nissan რო გიმყავს. ჩეულებრივი. ხო, ეს თითქოს რაღაცა ეს ბიზნეს ხო ახასიათებს, რომ აი პირველი ეტაპი არის ძალიან რთული, რომ ნოლიდან რაღაც უნდა შექმნა და ჯერ თუ არავინ არ იცის და ეხა რო ყველა მიცის, ეგ ის არის რაღაცა უკვე მომენტალურად რთული მომენტი. ნიშნავს ბევრისთვის. და მერე მაგას რო გადალახავ, აი ეხ მასშტაბურობაზე რო გადიხარ, რეალურად მანდ არის ის, რომ მასშტაბური რამდენადაც გინდა რომ პროექტი განდეს, იმდენად მასშტაბურად საჭირო ადამიანების ჩართულობა ამაში. არა, ხმაზე გვეუბნებიან რომ რა ვიცი, ვეცდებით უფრო ახლოს იყოს მიკროფონთან. კი ბატონო. ხო, ხშირად მისმის გამაშიც ამიტომ. აი, კარგი არგუმენტი თქვა ბრძოლებს რო შეადარო დასაწყისში. რეალურად ეხა იმდენი დროც არ გასულა რაღაც პირობითა რომ რაღაც 10 წელი გავიდა და რაღაც მახსოვს მე დასაწყისში გამაში როგორი ბრძოლები იყო და ეხა ბოლო მეგობრებო ვინც არიცით აი ბოლო ივენტზე მე თვითონ ვიყავი კომენტატორი და სასიამოვნოდ გაუგნებული დავჭი იმ ფაქტით რომ რეალურად საჯების გადაწყვეტილებით ერთი ბრძოლა დასრულდა დანარჩენი თან ფინიში იყოს და სასწაული ჩხუბები იყო არ ვიცი ბოლოს ზომბის და თან ესე ვიყავი რომ რაღაცა კბილებით ვიჭერდი ენას თან აი რა არის ხშირ შემთხვევაში ბოდიში შეგაწყვეტინე მაგრამ აი მაგაზე მინდა ხაზი გაუსვა რა რომ თითქმის ნუ ბრძოლების უმეტესობა ვადაზე ადრე დასრულდა თუმცა ხშირ შემთხვევაში როდესაც ვადაზე ადრე სრულდება ბრძოლები ნებისმიერ ბრძოლაზე მაქვს საუბარი მარტო გამაზე არ მაქვს მეტოქეებს შორის არის რადიკალური სხვაობა მაგრამ აი ამ ივენტზე ვერ ვიტყოდი არა ხო თანაბრად ბრძოლები იყო მაგრამ აი ბიჭებმა პასუხისგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს და სრული კემპი გაიარა ეს მოემზადნენ და უკვე აი ეს დონე არის ამაღლებული რა აი წეღან რასაც საუბრობდი რომ ხალხს ხო ასე გონია ნუ მაგაზე ნაფიქრი მაქვს სხვადასხვის აი კომენტარებში ხო ხშირად ვკითხულობ ხშირად მხვდება რომ აი ფულს იჭიბავს ასტავი და რაღაცა და ნუ რატო ფიქრობს მასე რატო აქვს ხალხს ეგეთი მოლოდინი რა და მე იქამდე მივედი რომ თავისი გადმოსახედიდან იმ ყველაფრის შემხედვარე რაც პირობითად სპორტი ავიღოთ სხვა ნებისმიერ საქმიანობა ავიღოთ როგორც უყურებენ და რა გამოცდილებაც აქვთ ისე აფასებენ შემდგომ სხვა
სხვასაც რა ორგანიზაციას ჩვენ შემთხვევაში. იმიტომ რომ მაგათ უმეტესობაზე ეხა საუბარი უმეტესობას არ არის რა აი უმეტესობას ვერ ვიტყოდი რა აი ძალიან გადაჭარბებული ეხა უმეტესობა უბრალოდ უმეტესობა კომენტარს არ წერს არ წერს ეგ არის მე რაც და რა ხო უმეტესობა კომენტარს არ წერს და კარგად იციან სწორად აფასებენ და სწორად ხვდებიან რა და როგორ არის ეხა კომენტარს წერს ადამიანი რომელსაც არ აქვს აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია ამ სამყაროს შესახებ და შენაგანი პროტესტი უჩნდება რაღაცეებზე და თავის პროტესტს გამოხატავს აი კომენტარებში წერით რა. ესეც კაია, ანუ პროტესტი რაღაცა შენიშვნა, მაგის ხარჯზე ვითარდებით ახლა ჩვენ და ყველა ადამიანი პიროვნულადაც მაგის ხარჯზე ვითარდება, რომ რაღაც კრიტიკულად შეხედავს თავის და სხვა დაანახებს კრიტიკულად, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ აი ის ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ აი თქვათ რატო არ არის გამა ახლა დღეს მაგალითად UFC-ის დონეზე ძმაო რაღაცა UFC-ს გვადარებენ ხოლმე. ჩვენს გვიყვარს ჩვენი თავის შედარება სხვადასხვა ჩვენი შედარება. ხო, ჩვენს გვიყვარს ჩვენი თავის შედარება UFC-სთან, იმიტომ რომ UFC ახლა თითი საჩვენებელი ორგანიზაციაა და ის როგორც იქცევიან, ანუ ველოსიპედი გამოგონილი აქვთ მათ და რაღაცა ახალი ის გამოგონება არ ღირს უბრალოდ ის უნდა აიღო და ფუნდამენტური საფუძვლები. საათივით მუშაობს. და უნდა მოარგო იმ გარემოს სადაც არ იმ გარემოს სადაც ხარ, ხო და უბრალოდ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ვერ ხვდებიან უბრალოდ რა, არ ითვალისწინებენ, ხო, ეგეც ხო, ვერ ხვდებიან, რომ ვერ ითავისებენ ალბათ იმას, რომ რავი, მეც, გიორგიც და ყველა ის ადამიანი, ვინც აი გამას ორგანიზაციაში არის, ჩვენ ამ სამყაროში ვართ გაზრდილები. მე ბავშვობიდან, რავი, 9 წლიდან 37 წლის ხვდები ახლა უკვე და 9 წლიდან ამ სამყაროში ვარ. ჩვენ ამ საქმეს ფანატები ვართ და ჩვენი მამოძრავებელი мотивация და ძალა არ არის, ვთქვათ, აი ფინანსები დამატებითი კაი ბონუსია, რომელიც ყველას აბსოლუტურად გაუხარდება და რესურსია, რომელიც შეისაღვარლი საქმე აკეთო, მაგის ენთუზიაზმი არის ხა რეალურად თავარი მამოძრავებელი და ამაზე რაღაცა დააჯილდოო საკუთარი თავი, მაგრამ ვერ ითავისებენ იმას, რომ ჩვენ ყველანი ამ სამყაროში ვართ გაზრდილები და მე ძალიან მიჭირს ჩემი თავი წარმოვიდგინო, რომ აი აბსოლუტურად მოვწყდე საბრძოლო სამყაროს. აი წარმოვიდგენელია ხა ჩემთვის ხო როგორც ყველაზე მინიმუმ უნდა მოვიდე ხოლმე, თქვენთან უნდა ვისაუბრო ამაზე ვიღაცასთან, თქვენთან თუ არა ვიღაცა უნდა გავაჩერო ქუჩაში და უნდა ველაპარაკო. ჩემი ცხოვრების ნაწილია, გიორგიც მასე არის, ხა გიორგი პროფესიონალი სპორტსმენი არ ყოფილა, მაგრამ მთელი ცხოვრება სამოყვარულო კრივში არის, სამოყვარულო გრეპლინგში არის, MMA-ზე ვარჯიშობს და ამ ცხოვრების ამ სამყაროს ნაწილები ვართ ყველა და ვერ ითავისებენ უბრალოდ ის ხალხი რომ ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ რომ ბიზნესია ეს ბიზნესი როგორც ბიზნესზე რო უყურებდეთ გვაქვს ჩვენ იმდენი გონებრივი და სხვა შესაძლებლობები რომ ბიზნესი გავაკეთოთ და ბევრად უფრო წყნარად შვიდად ნაკლები პრობლემებით ბიზნესი ვაკეთოთ რაც ქვია და რაღაც ყოველ დღე დილიდან ღამემდე 24 საათი ამაზე ფიქრში არ ვიყოთ არა თან ძალიან სტრესული და ძალიან ისეთი სტრესული და დაამღლელი არის რა შრომატევად აი შედარება თუ ხდება ალბათ ადარებენ ხოლმე ხა თუ ისე UFC-ს უბრუნდებით ადარებენ რაღაც UFC-ს ტიპო მოდელს სადაც ბიზნესმენი რომელსაც აი ყველაფერს ფულში ხედავს არ ვიცი საჭმოს რო ჭამს ალბათ რო უყურებს თებს თulis რა ღირს და იმის მიხედვით არჩევს შეჭამოს თუ არა და იმის მართული ორგანიზაცია შეიძლება ხა გამოშიადარო იმ მაგრამ მასშტაბები არის აუცილებლად გასათვალისწინებელია და ჩვენ რაც გვაქვს ფიქრო პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში არის რომ მასშტაბურობა ავტომატურად აღიქმება რაღაცა ფულის ნაკადად და რახან გამაცნობილია და დიდია განცდა არსებობს რომ მილიონები შეგრე არ მუშაობს აქ არსებობს სერიალები რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და იკეტება წარმოიდგინე როგორ ხო აი რომ აკეთილები არ არის ციფრებს უყურებ 9 მილიონი არის აკეთილები ყველას და ტიპებმა სერია გააკეთეს და თქვენს რომ ვიხურებით. ეგ არის როგორი აი ნებისმიერ ოდნავი დიდი ქვეყანაში, ეგ როგორი აბსურდია. ეხლა რომ წარმოიდგინე ამერიკაში სერიალი იყოს ძალიან პოპულარული და უცბად ვიკეტებით. რაღაც გამოგდის და იკეთება. აი ხა ჩვენ აი ყველაზე ისეთი ერთ-ერთი ჩვენ ხო მაყურებელს ხო უყვარს ეს ჰეიტერობა და მეც ხო შევეგუია მაგას რა საგებია თითქმის ყველა კომენტარს ვკითხულობ როცა დრო მაქვს ხოლმე. ძირითადად გამათი ვარ ხალხო დაკავებული სხვა რამით არ ვარ ისევ მაგ საქმეს ვაკეთებ და თითქმის ყველა კომენტარს ვკითხულობ და
ეხლა არის ეს უდიდესი ჰეიტის ტალღა არის გამატივისთან დაკავშირებით რა, აი ტრანსლაციები, სადაც უშვებს და ფასიანია ახლა ის რა. უბრალოდ როგორი რაღაც ჩემთვის აბსურდული სიტუაცია არის და ახლა ახსნი რა, რომ მოთხოვნა აქვს რომ ხალხს რა, ხალხს გულისხმობა ესე მოთხოვნა აქვს რომ მებრძოლებს მეტი გადაუხადეთ, მოთხოვნა აქვს რომ უცხოელები ჩამოიყვანეთ, უცხოელი მებრძოლები ჩამოიყვანეთ. მოთხოვნა აქვს რომ რაღაც ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მოთხოვნა აქვს რომ ხმა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. აი ყველაფერი უკეთესი რო იყოს, ჩემზე მეტად ვის უნდა ეგ? მე ვარ ამის შექმნილი, ჩემზე მეტად ვის უნდა რომ უკეთესი იყოს. ამ ყველაფრის მოთხოვნა აქვს და როცა იძულებულები რო გავხდით, რომ თქვათ აი მხოლოდ ამაზე გავაკეთოთ ახლა ამ ეტაპის აქცენტი, რომ გამატივის გავყიდოთ ეს ტრანსლაცია და რაღაცნაირად რაღაც სიტუაციები დაალაგდეს, რაღაც გაუმჯობესებისკენ ვიზრუნოთ. მაგის პროტესტი უჩნდებოდა. ანუ თითო ტრანსლაციას ყიდით, ისა გიგა? ხო. თითო, ანუ და არა თქვა თვის მანძილზე ან რაღაც. ანუ ერთი ტრანსლაცია ის კონკრეტული ამ ეტაპზე ხო ერთი ივენთი გვაქვს, გამას ძირითადი ივენთი. ანუ თქვა წლის პაკეტის ყიდვა არის შესაძლებელი. აი ტექნიკურად მაგას ვალაგებთ რა, რომ აი ფიქრობ რომ უკვე შემდეგი თვის ფარგლებში თქვა 3 თვე, 6 თვე და 1 წელი. ხო, რა, აი მაგაში მე ვიყიდო და 1 წელი უფასოდ გქონდეს გამას ტრანსლაციები და ტექნიკურად უკვე ფასდაკლებაც შეგვიძლია. ეს subscription პოლიტიკის პრობლემა ჩვენთან მაგ არის, აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, იმიტომ რომ ადამიანებს იგივე ადამიანებს, რომელსაც 2, 3, 4 და აგერ სეტანტას ფულის გადახდაზე პრობლემები აქვს, შეიძლება ამ პრობლემებზე რაღაცა კომენტარს წერდეს და 25 ლარიან შაურმას ჭამდეს იმ მომენტში. და ეს რაღაცა გონიათ, რომ ეს ავტომატურად უფასო უნდა იყოს. უფრო ფართო მასშტაბებზე რო წავიდეთ, უფრო ფართო მასშტაბებზე, ბევრი ბიზნესმენია საქართველოში, რომელიც თქვათ 5000 ლარს არ დააფინანსებს სპორტსმენს, მაგრამ ერთი 30000 სტრიპტის კლუბში დახარჯავს საერთოდ გაურკვეველ სიტუაციაში. უამრავია შემთხვევა. კი. მარტო ციფრები განსხვავდება ერთმანეთისგან, თორემ დამოკიდებულება ერთია. მედია მიმართულებით ბაკალავრის და მაგისტრის დამთავრებული და მაგაზე შემიძლია რომ ვისაუბრო და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ნამდვილად, რომ ჩვენ სანამ არ გადავალთ ის ინფორმაცია სანამ არ გაჩნდება ჩვენ თავში რომ პროდუქტი არ არის მარტო შაურმა, ვაშლი, რა ქვია, ბოლტკაიკა და რაღაცა კარფანჯარა. პირიქით დამერწმუნეთ რომ მე შაურმებს არ ეწყინოთ, შაურმაზე ბევრად რთული არის აი ესეთი კონტენტის შექმნა, ბევრად მეტი შრომა და ბევრად მეტი წვალება ჭირდება და რადგან იმას ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვიხმართ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეგ თავისთავად უფასოდ უნდა იყოს. აი შრომა უნდა დაფასდეს ნებისმიერი შრომელი კაცის. აქ ოთახში ვართ 4 ადამიანი, ხო? ნუ მე ახლა არ ჩამთავოთ, იმიტომ რომ მე სტომარი ვარ. 3 ადამიანი ხართ და რამხელა შრომას დებთ, ხო? პოდკასტი რო გავაკეთოთ. აი ერთი ივენთი რო ჩატარდეს, 95 ადამიანი უნდა მყავდეს ჩართული. თვის ჭრილში. 95 ადამიანი ყავს ჩართული და ჯიგარი ხარ მიდი გააკეთე, მასე არ ხდება რა. ჯიგარი ხარ მიდი ხა იქ გადაიღე, ჯიგარი ხარ მიდი ხა იჩხუბე, ჯიგარი ხარ ხა დადექი, ჯიგარი ხარ ხა ეს საქმე გამიკეთე, ანუ მასე არ ხდება და როცა აი რაღაც დიდი რაღაცა ხდება, ამას თან ნორმალურიც არის. თავადია ხა. თან ნორმალ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც ხალხის პრიორიტეტში, აი წარმოიდგინეთ რამხელა სიგიჟეა ქართველი საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებლებისთვის, რომ $87 გადაიხადო ჩხუბის ყურებაში. აი ხო UFC-ში როგორც არის, რომ ხო, აი რაღაცა ჩხუბობს ადესანია და ვეტორი და ვიღაც კაცი ესე ბარათს იღებს, კოდი შეყავს და უყურებს და არაფერი მისთვის ეს ჩვეულებრივი რამე არის. მე მესმის და რაღაც განასადღაც პლანეტაზე ვცხოვრობ, თქვა გაჭირვებაში ვცხოვრობ საქართველოში, ქუჩაში რო გადიხარ, ხელგამოწვდილი ხალხი არის. გასაგებია ეგ უბრალოდ ვითარდება ქვეყანა, ხალხი მარსზე მიფრინავს და ფულს მარტო მომსახურებაში და პროდუქტში კი არა, უნდა გადავიხადოთ ხოლმე გართობაშიც, რადგან ეს გართობა იყოს შემდეგ უფრო ხარისხიანი, უფრო სტაბილური და უფრო საინტერესო. აი უფრო დეტალურად ვიტყვი, ამაზე უფრო აბსურდული კიდე ის არის, რომ შეზღუდული ხო არ არის, ხო? მარტო გამატივიზე ხო არ შეგიძლია შენ უყურებელობითაც ამძოლებს, რომ სხვაგან ვერსად ვერ უყურებ გამორიცხული. ოკეი, იმეც გასაგებია, რომ არ გაქვს საშუალება თქვა. ხო, რავი, ახლა არის თვის ბოლოს ზოგჯერ არის, რომ მეც მიჭირს. ხო. და ანუ ზოგჯერ არის, რომ რაღაც ვითვლი, ხო? და ალბათ ყველას
გვაქვს ხოლმე არ არის უცხო არავისთვის აბსოლუტურად არ არის ჩვენ რეალობაში და მე მაგალითად ეხლა რომ მინდა მყავდეს მაგარი რაღაც დუგატი ყავს ნისანი იმიტომ რომ არჩევნის წინაშე ვდგავარ ხო ან რაღაცას ვიზამ და გადავიხდი ან ვიზამ და არ გადავიხდი ხო იქაც არჩევანი გაკაც თუ არ შეგიძლია ხო არ გაძლევს ხო $5 გადახდა კი ბატონო გვესმის მესმის ერთ კვირაში დაიდება და YouTube-ზე უყურებ ისიც არ არის რომ თუ არ გადაიხადე თვალს ვერ მოკრავ ვერას დროს საერთოდ ხო ანუ ეგეც არ არის და ხო ანუ პირიქით ძალიან ლოიალური მიდგომაა მაგ შემთხვევაში ბოლო ნახავ არსად არ წავა დაიდება და ნახავ და პრობლემა ხანი მოითმინია აი პირობას ნერვოზი არ დაიმართო უბრალოდ პირობას გაძლევთ აი ყველას ვინც უყურებთ ახლა ამ სტრიმს რომ როგორც კი ეგ ჩვევა გაგვიჩნდება რომ თან ელემენტარულ რაღაცაზეა თქვა 5 ლარი 7 ლარი 13 ლარი 12 ლარი რომ ეს ჩვევა გაგვიჩნდება რომ ესეთი ფული გადავიხადოთ კონტენტში ეს გაზდის რას რომ როცა შენ კონტენტ კრეატორი აღარ ხარ დამოკიდებული სპონსორებზე სპონსორი ყველა ფულს არ გაძლევს და რა თქმა უნდა სპონსორების გარეშე არ გამოდის არაფერი ხშირ შემთხვევაში მაგრამ როცა შენ ხარ აბსოლუტურად შენ მაყურებელზე დამოკიდებული შენ ხარ აბსოლუტურად ობიექტური შენ არავითარი პოლიტიკის გატარება არ გჭირდება და აბსოლუტურად თავისუფლად აკეთებ იმას რასაც გჯერა და რომ როცა გამოწერის და subscription ფორმატზე არის ხოლმე კონტენტი აგებული ეს არის ყოველთვის საუკეთესო კონტენტი იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი კონტენტი რომელსაც ყავს თავის აი ესე გინდა ვაშლი ახა ვაშლი მომეცი ფული გამოგართვით დამთავრდა და იგივეა კონტენტის შემთხვევაშიც და როცა ეს ჩვევა გაგვიჩნდება და როცა ამის საშუალება გვექნება მესმის რომ საშუალებაც არ გვაქვს მაშინ გვექნება ძალიან მაგარი სერიალები ძალიან მაგარი ჭუბები და ზოგადად რო ვთქვათ რა აბსოლუტურად ზოგადად რო ვთქვათ აი პანდემიის პერიოდი რო ავიღოთ პანდემიის პერიოდში დაიწყო ქართველმა საზოგადოებამ ონლაინ ვაჭრობა. მანამდე არ იყო. მაქამდე არ იყო. კი, მანამდე არ იყო, აბსოლუტურად არ იყო რა, საერთოდ ეგეთი კულტურა არ არსებობდა ფაქტიურად და რო დაიწყო ეგ ვაჭრობა, რამხელა ახალი სივრცეები და ბაზარი შეიქმნა, ხო? ახალი სამყარო შეიქმნა. ჩვენ ხო ახალი სამყარო შეიქმნა, რავი, ამდენი ადამიანი დასაქმდა, რამდენი ადამიანი რაღაც დამატებით კომფორტს იღებს, რომელიც აქამდე ვერ იღებდა, ხო? აქ საშუალება და ვერ იღებდა, უკვე შეუძლია და დიდი პლატფორმა შეიქმნა ძალიან და აქ მარტო იმაზე ხო არ არის ხარა კონტენტი. უბრალოდ, ანუ გინდა, არ გინდა, ისეთი პერიოდი მოდის და ისეთი წლები დადგება, რომ გაციფრულდა უკვე ყველაფერი. რავი, დედაჩემიც აღარ უყურებს ტელევიზორს. ანუ ტელევიზორს მართლა აღარ უყურებს არა. და ორმაგ სტანდარტებს რო დავუბრუნდეთ ტელევიზიაში დღემდე ვიღაცები იხდიან 10 და 15000-ს რეკლამაში და სპონსორობაზე ვარსა. ხო ეს უბრალოდ ეგ კიდე ჩემი აზრით ვაფშე სხვა პრობლემაა, ეგ უცოდინრობის პრობლემაა. ეგ სუფთა უცოდინრობის პრობლემაა და საერთოდ არ მესმის ტელევიზიაში რეკლამა, რატომ უნდა გააკეთო, როცა შენ უკვე ეს პლატფორმები გაქვს ქვეყანაში განვითარებული და სპეციფიკური ბიზნესებია და შეიძლება თქო სოფლიოს ჩემპიონატის დროს ჭრაში კარგი იდეა იყოს, მაგრამ ოკეი, თქვათ თუ გაქვს რამისით პროდუქტი, რომელიც 50+ ასაკს ემსახურება, კი ბატონო, გააკეთებთ, მაგრამ ნუ რაღაც ესეთი ახალგაზრდულ ბრენდებს ესეთი გარდა. რაღაცა ორმაგი სტანდარტებია ძირითადად ყველაფერში ჩვენ შემთხვევაში. ეგ უფრო აი ჩემი აზრით რა ნაწილობრივ უცოდინრობაა და ნაწილობრივ ალბათ რომ ტიპმა გაიბლატავოს რომ აი ტელევიზორში გავდივარ. ეგეც აღარ იქნება უკვე ტელევიზორში. ეგეც აღარ იქნება ხო, ნენელა აბსოლუტურად იცვლება სამყარო და რაღაცნაირად პრინციპში შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვლება და ინტერნეტო ადამიანი ხო ამაზე გადადის, გაციფრულებაზე გადადის სამყარო და აი პანდემიის დროს დაიწყო ზუსტად აი ეს საქართველოს შემოვიდა ეს ციფრული კულტურა ონლაინ გადახდის და ნენელა უკვე ამას ვერავინ ვერ გაიქცევა ვერსად. ყოველდღიურობა რა თქმა უნდა. მე ბატონო მეც ზუსტად მაგ ტალღის მომხრე ვარ და მაგაში ვმუშაობთ და ზოგადად მაგამდე მინდა მივიდე რომ აი ეგ იყოს ჩვეულებრივი რამე რომ კონტენტში და სხვა რაღაცეებშიც შეიძლებოდეს აი ეგ ჩვევა გაგვიჩნდეს ერთი სიტყვით რომ შეიძლება რომ 5 ლარი 7 ლარი თუ $5 თუ 6 евро რაღაცაში გადაიხადო რისი ყურებითაც გაერთობი და ეს პროდუქტად ჩათვალო ძალიან დარწმუნებული ვარ გიგო რომ ყველაფერი მაგრად გამოგივათ და თუ რამის დამატება გინდა გამაძებ გითხარი რაგზებიც გავიარე და რაგზაც გავიარეთ უბრალოდ ყველამ ერთად
წარმოუდგენელია, რომ ეს სირთულეები, რაც ახლა დავეჯახებით, წარმოუდგენელია, რომ არ გადავლახოთ რა, არ არსებობს, ანუ ყველანი აბსოლუტურად სრული საბრძოლო შემართებით ვართ და ფაქტიურად ყოველი ჩვენი სამუშაო დღე, აი საჩემპიონო ბრძოლებია რა, აი ყოველი ჩვენი სამუშაო დღე და ერთადერთი აი მე ხარ დავუწყებ მოწოდებას ხალხს რომ აი გვერდით აგვიდექით რაღაცა. ოკეი, ანუ მოისმინეთ, გაანალიზეთ, თქვენით გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ, როგორ ჯობია, რა შენთვის უფრო ფასეულია. მე ერთადერთი მოუწოდებ იმ ხალხს, ვის გარეშეც საბრძოლო ორგანიზაცია ვერ შედგება, ეს არის მებრძოლები, რომ აი მებრძოლებს მოუწოდებ, რომ ბევრად უფრო მომზადებულები იყვნენ, ბევრად უფრო პასუხისმგებლად მიუდგნენ თავის საქმეს და შეძლონ იმის გათავისება, რომ ეს არის მათი სამსახური. ეს გამას მებრძოლებს მარტო არ ეხება, ეს ანუ ყველა მებრძოლს ეხება. და ბევრად უფრო მეტი პერსპექტივაა დღესდღეობით, თუნდაც საბრძოლო სამყაროში, ვიდრე იყო აი მე რო ახალგაზრდა ვიყავი, მე რო ვიბრძოდი ახალგაზრდა 5-7 წლინაც თუნდაც. ხო, ვიდრე 5 წლის წინ ხა მე არ მივდივარ 15 წლის წინ დროინდელ ამბავზე არ მივდივარ რა, ეხა იქ ის ამბები რომ მოუყვეთ ალბათ დღევანდელ ხო სპორტსმენებს არ ჯერათ ხოლმე რომ რაღაც როგორ მასე იყო მართლა თვალებს ახამხამებენ ხო მასე იყო კი მასე იყო და ყველა მებრძოლს აბსოლუტურად მოუწოდებ რომ ანუ გაითავისონ რომ ეს არის მათი სამსახური და სამსახური რომელიც გიყვარს და საქმე რომელიც გიყვარს წარმოუდგენელია წარმატება მიაღწიო თუ შენ მართლა როგორც აი დილიდან საღამომდე ხარ პირობითად ოფისის თანამშრომელი და საღამოს მერე პროსტა გუდგაი ხარ ამაზე არ ხდება საბრძოლო სამყაროში 24 საათი უნდა იყო ის ვინც ხარ და რისთვისაც იღწვი რა ეს რა ამას მებრძოლებსაც ეხება და ნებისმიერი საბრძოლო სამყაროს წარმომადგენელს ეხება რომ მათ გარეშე ორგანიზაციები ვერ შედგება ეს ფაქტია ამას ვერონერ გაიქცევა შეიძლება შეიძლება ახსენე ხა ბიზია ბიზნესმენი ბიზია ხა მაგას არ უყვარს მაგის აღიარება მაგრამ აი UFC მებრძოლის გარეშე ვერ შედგება იტყვის რომ კი შედგება რავი მე რობოტს მოიყვანს რაღაცას ვიზა იმიტომ იზამს ხო აი რობოტს მოიყვანს ხამე და იმიტომ რომ მისთვის ეს რაღაც ბიზნესია და იცის რომ რობოტით დავაწერინე ფულს რა პრობლემაა მებრძოლები ოკეი წადით კი ბატონო იცინე და გუში ვნახე რობოტების ჩუბი ეს იაპონია ხო ზღადაშედეს ეს რო აღირავდა და ეს კი მაგარი გამაზე ერთი აი რამდენიმე შეკითხვა იყო ფოლადას დაბრუნებასთან დაკავშირებით რა მის თქმა თუ შეუძლია გიგასო და გააქვს რამე ინფორმაცია ფოლადას დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალიან გამიხარდა რომ ფოლადა დაბრუნდა ფოლადა ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო გარკვეულ პერიოდში მას სხვა მიზნები ჰქონდა MMA-ში ჩვენთან დაბრუნდა ეხლა თუმცა MMA-ზე მიზნები არ შეუცვლია და უახლოესი პერიოდი, რავი, წელი თუ 2 წელი იქნება ეს ჩვენთან ერთად გაატარებს დროს, გიჟურ დროს, ასე ვთქვათ. ივლისში ბრუნდება, ივლისში იბრძვის და ყველა იმის მოლოდინშია, რომ ორტავასთან უნდა ჩაატაროს ბრძოლა. მეც მაგის მოლოდინში. პრეისტორია დიდია. პრეისტორია დიდია, ხო, ზარმაზარი და მეც მაგის მოლოდინში ვარ და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ აი ეს ბრძოლა შედგეს და ზუსტად მაგიტო რაღაცა იყიდება ბილეთი, ზუსტად მაგიტო იყიდება გამათის live translation-ზე, რომ ეგეთი ბრძოლები შედგეს, ზუსტად მაგიტოა სპონსორები საჭირო, რომ ეგეთი ბრძოლები შედგეს, თორე რა ვიცი, მე იმედიან ხარ თუ ეგ ბრძოლა შედგეს. 4 წლის წინ ის ვარ ეხლაც ახლა, ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. MMA-ის დამატებას თუ აპირებს. MMA ხო იყო ჯერ კი, ჩვენ ცდილობა გქონდა, მაგრამ იმის და მიუხედავად, რომ აი მე უშუალოდ MMA-ის წარმომადგენელი ვარ, ხო? და MMA ძალიან მინდა რომ იყოს, ამის და მიუხედავად ვარი ვთქვი იმ კონცეფციაზე, რომ აი მუშტიკრივი და MMA გაერთიანებული ჩატარებულიყო кейჯში, იმიტომ რომ რადიკალურად შეიცვალა უშუალოდ მუშტიკრივის ბრძოლები. კი, და ბორბალის ხო, ანუ 8 წარმოიდგინე ფართობი და სად кейჯი ძალიან დიდია. кейჯი და დიდი кейჯი იყო. დიდი кейჯი იყო, ხო, თუნდაც ახლა პატარა кейჯი რო გააკეთო, იმ ზომის რაც საბურავების რინგი გვაქვს, იქ MMA-ს ვერ იჩხუბება. ძალიან გაჭირდება ახლა. ეს არის თუ
თუ სწორად ხო, მუშტიკრივზე ცუდი გავლენა იქონია იმ საბოლოო. 5-5-ც არ არის ის რინგი. ხო, არ არის, მუშტიკრივი кейჯში არ არის საჭყობა. ხო, ანუ მუშტიკრივის რინგი 5-5-ზე არ არის და მინიმუმ 6-6-ზე უნდა იყოს ეს რინგი. 6-6-ზე რო გადიდით ეს საბურავები ანალოგიური სურათის დაანახვის რისკი დგებოდა. ამიტომ მუშაობთ, ყველანი მუშაობთ იმაზე, რომ და ძალიან მინდა, რომ აი MMA დაემატოს გამას, იმიტომ რომ ჩემი აი ესეთი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამა არ არის მარტო ის ორგანიზაცია და არ მინდა იყოს მხოლოდ ის ორგანიზაცია, სადაც მხოლოდ მუშტიკრივია, რაც ძალიან მაგარი სპორტია. აი რაღაც პერიოდებში მე რო აქტიური მებრძოლი ვიყავი MMA-ში, აი გული მწყდება, რომ რატო არ იყო ბერნაკლ ფაითინგი მაშინ საერთოდ შექმნილი და პოპულარული, აი სიამოვნებით ვიჩხუბებდი ორივეგან MMA-შიც და მუშტიკრივშიც, აი ბევრ დროს გავატარებდი. ამ ყველაფრის მეუხედავად რა. მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა, როცა ხელთათ მაინც ჩხუბობენ ხოლმე, აი საერთოდ არ. ვიცი რა არის, ანუ საერთოდ არ მე რო ამარჩევინო. სანახაობის კუთხით ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უფრო დახვეწილია, უფრო გაცვლები ხდება. ხელთათმანებით ხო, უფრო მეტი გაცვლაა. მებრძოლები უფრო მარტივად გადიან კომბინაციებზე და უფრო მარტივად იღებენ დარტყმებს. ახლა შიშველი მუშტი სხვა ხიბლი აქვს, იქ უფრო მეტი სასტიკია და მეტი ძალადობა. ხო, და აი მეტი სისხლი, მეტი ძალადობა, მაგრამ აი პირადად მე გემოვნების საკითხს, რომ მე მირჩენია, რომ ლამაზი კომბინაციები ვნახო, ვიდრე აი ამის დარტყმები და ის რაღაც ხო, ის სხვა სპეციფიკაა. მე უფრო ტექნიკური ჭუბის ყურება მანიჭებს სიამოვნებას. რომ აი MMA-ის დამატებაზე მთელი ძალისხმევით მუშაობთ და ვფიქრობ, რომ ალბათ გამიჭირდება ზუსტად დაანონსება, მაგრამ სექტემბრისთვის არის ვარიანტი, რომ იყოს. კი, MMA-ის შეჯიბრებები ცალკე დაემატება, არ იქნება ეს გაერთიანებული და არც ერთი გაფუძნება და არც მეორე და ამიტომ დაემატება აუცილებლად.